ბათუმის დინამომ როგორც გითხარით ბოლო 4 მატჩიდან ერთი დაასრულა ფრედ აქ შეიძლება მამუჩაშვილმა გახსნას ანგარიში და ეს ასეც ხდება თუმცა ხელი თამაში ფიქსირდება და შესაბამისად ეს გოლი არ ითვლება მამუჩაშვილი აპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას და ჯენერი ხორავა მას ეუბნება რომ ვნახოთ ვიდეო მსაჯები შეხედავენ მსაჯები მიიღებენ კარგი აქტიური პრესინგი იყო კი აქ ხელი თამაში იყო შესაბამისად ის კიტაძე ჩაწოდება საჯარიმოში და შეიძლება ალბათ უკვე დარტყმაზე ფიქრი შეიძლება აქედან გასროლა დარტყმა და ფილიპ კლიაი ერთვება თამაში ნახევარმცველი რომელმაც არტემ მილჩენკოს მშვენიერი გადაცემის შემდეგ გიორგი არაბიძემ გაიტანა ასევე ერთი გოლი მალეკო ბასილაძე მოჰამედ შერიფმა და ვლადიმერ მამუჩაშვილმაც მოახერხა გოლის გატანა აქ ფელიპე პინესი ახლოს გატანასთან და ბრწყინვალედ თამაშობს ახლა ლაზარე კუპატაძე და ურთულესი ბურთის მოგერიებას რომელიც მისმა გუნდმა მოიგო 4-1 სპაერთან ფელიპე პიერის კიდევ ერთხელ 1-1-ზე დარტყმა აქაც ლაზარე კუპატაძე ხდება ამ ეპიზოდის გმირი და ის რომ ქუთაისის ტორპედო ვერ ახერხებს ტაბლოზე რომ იყოს ეპიზოდი ნახოთ მამუშაშვილის გასროლა ლაზარე კუპატაძე დაფრინავს დღევანდელ შეხვედრაში 12 წუთში მან 3 მკვდარი ბურთი მოიგერია რომ შეიძლება დარტყმაც რომ მოძრაობა წულუკიძე უკან გადაცემა ლაკვეხელიანი კუთხური იქნება მარცხენა ფლანგიდან გამოჩენა მოახერხა მასმიზელმა გუნდმა უკვე ინიციატივის აღება კიტაძეა საჯარიმოში ფილიპ კლიაიჩი მეკარეების ბენეფისია ამ პირველი 15 წუთის განმავლობაში კიდევ ერთი დარტყმა კიდევ ერთი ზუსტიდან და კუთხურს ამოხვება მორიგს ჩაწოდება დარტყმა კიდევ ერთი ეპიზოდი და სად გადარჩა აქ ბათუმის დინამო გოლის გაშვებას და რა ბურთის მოგერიება მოახერხა შეძლო კონფერენციის ლიგაზე ვნახოთ ეს ეპიზოდი რით დასრულდება კარგი გადაცემა კიტაძის შესრულებით და ხარიხას ხდება ბურთი უარდი მარას დარტყმის შემდეგ გადაურჩა ქუთაისური გუნდი აქ გოლის გაშვებას და თორნიკე კიტაძის მოქმედება იყო უბრალოდ ბრწყინვალე ლაკვეხელიანის გადაცემა შეიძლება აქ უკვე ჩაწოდება ამ დარტყმა ლაკვეხელიანის მორიგი მცდელობა დღევანდელ შეხვედრაში და ქუთაისის ტორპედო კიდევ ერთხელ გადაურჩა გოლის გაშვებაზე გახვალთ 4 ნომრის ლუკა ქაფიანიძე 21 ნომჯერ ეს ეპიზოდი ვნახოთ აქ დეისაძემ შეძლო ბურთის მოპოვება მერე გაითავისუფლა თავი და არტყა და ბრწყინვალე გოლის გატანა მოახერხა ანგარიში გაიხსნა დღევანდელ შეხვედრაში და გატანილი გოლის ავტორი ხდება დიეგო დეისაძე ბურთისთვის ორთაბრძოლაში დარჩა ართვა ბურთი მეტოქე გუნდის კაპიტანს მერე გაითავისუფლა თავი და ბრწყინვალე გასტროლით მოახერხა თავისი გუნდის დაწინაურება კიდევ ერთი უნიჭიერესი ფორვარდი ჩვენს ჩემპიონატში 21 წლის დიეგო დეისაძე რომელიც ამ სეზონში ძალიან მნიშვნელოვან მატჩებს ატარებს და მისი როლი ნელ-ნელა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება. ბრავო, ჩააწვის ახლა ბურთს ისევ ცხელ ზონაში და აქ უკვე მორიგი გოლი გავა დღევანდელ შეხვედრაში და გოლის ავტორი ხდება ხორვატი მცველი მატეო შიმიჩი. ეროვნულ ლიგაში მისი სადებიუტო გოლია 30 წლის მცველმა სხვაობა 2 ბურთამდე გაზარდა და არაბიძე ასრულებდა დარტყმას და ამ შემთხვევაში უკვე არაბიძის მორიგი საგოლე გადაცემა ამ სეზონში და შიმიჩის პირველი გოლი ეროვნულ ლიგაში. უზადოდ ჩააწოდა არაბიძემ და შიმიჩმაც აღთოვანებულია. ძალიან მაღალი დონის მეკარე გახლავთ. მათეო ითრაქი მარჯვნივ გადაცემა არაბიძე. მამუჩაშვილი არ აღნიშნავს გოლს. თუმცა მორიგი მცდელობა უკვე გოლით სრულდება 0-3 წლების განმავლობაში 2018 წლიდან მოყოლებული 2024 წლის ჩათვლით ეს ფეხბურთელი ბათუმის დინამოს ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერი გახდა და ნახეთ რა მახვილი კუთხიდან მოახერხა მან გოლის გატანა. ბრავო აქ მამუჩაშვილს და არაბიძის მორიგი საგოლე გადადა და შეიძლება გამწვავდეს სიეშვილი და საბოლოოდ ბურთს ეუფლება ფილიპ კლიაიჩი. ეს უკვე საფინალო სასტვენის ხმა გახლავთ. ქუთაისის ტორპედომ ბათუმის დინამო დაამარცხა ანგარიშით 0-3 დიეგო დეისაძე 44 წუთი, მატეო შიმიჩი 56 წუთი და ვლადიმერ მამუჩაშვილი 65 წუთი გატანილი გოლების ავტორები შეგახსენეთ. გიორგი არაბიძემ ორი საგოლე პასი შეასრულა დღევანდელ შეხვედრაში. მადლობა გმინდა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის. მადლობა ტრიბუნაზე